ამ ვიდეოში მოგიყვებით ღრმა მოსმენაზე. მოსმენა გავცურვას. ჩვენ შეგვიძლია გავცუროთ დაბალ წყალში, ან შეგვიძლია გავცუროთ ოკეანეში. რა თქმა უნდა, ოკეანეში ცურვა ზუსტად ისევე როგორც ღრმა მოსმენა, სულ სხვადასხვა ტიპის უნარჩვევებს მოითხოვს. მოგიყვებით ისტორიას თაზოზე და მარიზე. თაზო და მარი პარკში სეირნობდნენ, როდესაც დაინახეს მათი მეგობარი ტასო. ტასო ძალიან ცუდ ხასიათზე იყო და ტასომ გამოწყდა, რომ დედამ შეფირდა მას ობსერვატორიაში გასეირნებას მეგობრებთან ერთად, იმ შემთხვევაში თუ ტასო დაასრულებს სემესტრს კარგ ნიშნებზე. თუმცა ტასომ რამოდენიმე საგანში ცუდი ნიშანი მიიღო და შესაბამისად ობსერვატორიაში მოგზაურობა გაურკვეველი ვადით გადაიღო. ამის გამო ტასო იყო ძალიან ცუდ ხასიათზე. მარიმ უთხრა ტასოს: უკეთ უნდა გესწავლა, რახან ასე გინდოდა იქ წასვლა. წამონაყინი ვჭამოთ და ყველაფერი გაგივლის. როგორც ხვდებით, მარი დაცურავს ძალიან დაბალ წყალში და ავლენს ზედაპირულ მოსმენას ტასოს გასაჭირის მიმართ. თაზომ კი სხვანაირად მოიქცა. თაზომ გამოიყენა ღრმა მოსმენის უნარჩვევებს, გამოიყენა ემოციური დეტექტივის უნარჩვევებს და კითხა ტასოს: ტასო, მე ვხედავ, რომ შენ ძალიან ცუდ ხასიათზე ხარ ამ ამბის შემდეგ. ამის მერე თაზომ გამოიყენა კიდევ უფრო მაღალი დონის უნარჩვევა. მოდი დავარქვათ ამას ინტუიციის დეტექტივის უნარჩვევები. თაზომ მიხვდა, რომ ტასოს სჭირდება ამ ისტორიაზე საუბარი და დაიწყო კითხვების დასმა. აბა მომიყევი, რატომ იყო ეს მოგზაურობა ასეთი მნიშვნელოვანი შენთვის? და ტასომ მოყვა მთელი ისტორია. როგორც ხვდებით, როდესაც ჩვენ ვიყენებთ ღრმა მოსმენის უნარჩვევებს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ემოციური დეტექტივის უნარჩვევები და მივხვდეთ არა მხოლოდ იმას, რას გვეუბნება ადამიანი, არამედ რა ემოციით გვეუბნება ადამიანი თავის სათქმელს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ინტუიციის დეტექტივის უნარჩვევები და მივხვდეთ, რა სჭირდება ადამიანს იმ სიტუაციაში. ჩუმი მოსმენა, ჩახვდება, აქტიური მოსმენა, კითხვების დასმა, გასეირნება ან რამე სხვა. და ეს გავს ცურვას ღრმა ოკეანეში, რომელიც ბევრად უფრო რთულია, მაგრამ ბევრად უფრო საინტერესოა და სასიამოვნო მეორე ადამიანისთვის.